რასაც ყველაზე მეტი ატრიალებს, რომ მე ვარ არა თანმიმდევრული და ძალიან ხშირად ვიცვლი აზრებს. მე აი ძალიან გთხოვთ, დამატებით დროს, რამდენსაც გინდათ დაგითმობთ, თუ ჩამოაყალიბებთ და ჩამოწევთ აი ჟურნალისტები, ბრძანდებით და მადლიერი ვიქნები. თუ შემახსენებთ, რამდენჯერ და სად შევიცვალე გადაწყვეტილება. პარლამენტში უმრავლესობის მოსვლით ყისიერად დავიწყებთ თუ თვითონ ვერ მოახერხებს. განცხადების დაწერას ყისიერად დავიწყებთ მის იმპიჩმენტის აგენტის განხილვას. რაც შეეხება იმპიჩმენტს, რომელზეც მე ადრე გავაკეთე აქცენტი, ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას და მე ძალიან კარგად მისმის ეს ყველაფერი. პოლიტიკურად და ჩვენი პარტიის მხრიდან და ჩემი მხრიდან იმპიჩმენტის დაყენება არ მოხდება. ყველაფერი შენობიდან დაწყებული და ყველაფერს გადავცემ პირველ არხს უფასოდ და კარგი იქნება რომ ეს გუნდიც ჟურნალისტების მაქსიმალურად გადაიყვანონ და გადავიდეს იქეთ. თუ ეს არ მოხერხდა ან ვერ მოხერხდა ან უმჯობესი გაჩნდა და მე ამაზე ვჯელობ დროდადრო ვახსენებ გუნდის წევრებს არ გამოვრიცხავ ასეთ შემთხვევაში მეცხრე არხის ბაზაზე გაკეთეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია. ვიცვალე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღე რომ მეცხრე არხი აღარ მოხდეს ისეთი ფორმით როგორც მე ვთქვი, არ შეუერთდეს. არის საფრთხე იმისა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ახალი რკინიგზა დაიწყებს მუშაობას, თვითმფრინავმა შეუმცირდეს ძველ რკინიგზას. შეიძლება დასვა კითხვა, რომელსაც თვითონვე გასცე პასუხი და მე გავეცი პასუხი მას პრესკონფერენციაზე, რომ კითხვა ეკონომიური, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძველი რკინიგზა და ახალი როდესაც შევამსყოფში, შესაძლებელია რომ პირველ ეტაპზე არ მოხდეს დაგვრჩა ძველი რკინიგზის და თვითონვე გავეცი პასუხი, რომ გაშვებიდან როდესაც დარჩება 1-2 თვე ახალი რკინიგზის, ამ საკითხებს ჩვენმა მოვაგვარებთ შეგინითო მოლაპარაკებებით. აი ეს პოლიტიკურად როგორც ჩანს გაუმართავად გამომივიდა და ეს დაიწყეს ამაზე სპეკულაცია ჩვენმა ოპონენტებმა. რეალურად აქ კითხვები არც არსებობდა, მე არც დამისვავს გავსი კითხვა. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე არ მithქოს რომ საქართველოს დაიწყო ომი, საქართველოს ვერ დაიწყებდა 2-3 წელი განაცხადა მოდიალ პოლიტიკაში. 3 წელი ახლა რა. 2-3 წელი ვთქვით აღიდან და ბოლომდე ახლა 1 წელი უკვე გავიდა. მე ოპოზიციაში დგომას უკვე წელი გავიდა. ხელისუფლებაში მე დავჭერდი მაქსიმუმ 2 წელიწადი, იქნებ წელიწად ნახევარიც მეყოს. თუ გაჩნდება ეჭვი იმისა, რომ ან ჩვენი დაპირებების შესრულება კითხვის ნიშანი დარჩება, ან და ის რომ ხელმოწარული და შემდგომი არჩევნები და ეს ყველაფერი შეიძლება წარუმატებელი იყოს და იმიტომაც გავდივარ, არც ერთ შემთხვევაში არცად არ წავალ. თუ ასეთი კითხვები დარჩება საზოგადოებაში, მე ვარწმუნებ საზოგადოებაში, რომ არცადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც.